პირველად ქართული ჯარის ისტორიაში მის კვებაზე ღია პროცედურა ტენდერით გამოცხადდა და შესაბამისად კონკურენტულ გარემოში ხდება ამ მომსახურების შესყიდვა, რაც თავისთავად მისასალმებელია. ცოტა გაუგებარია ამ ტენდერთან დაკავშირებული ასეთი ფონი ან ხმაური, რომელიც პირდაპირ სატენდერო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული და საუბარია ამა თუ იმ კომპანიის ან წახალისებაზე ან პირიქით დისკვალიფიკაციაზე. არსებული სისტემა სახელმწიფო შესყიდვების აბსოლუტურად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ამა თუ იმ კომპანიას რაიმე სახის პრივილეგია მიენიჭოს, ვინაიდან პირველ რიგში ჯერ სისტემა თვითონ ახდენს მიმწოდებელი კომპანიების რანჟირებას ფასის მიხედვით და შემდეგ ხდება უკვე უმდაბლესი ფასის წარმომდგენი კომპანიის შეფასება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ, თუ რამდენად შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს. და თუ კი შეესაბამება ძალიან მარტივი გადაწყვეტილება ეს კომპანია სავარაუდოდ გამარჯვებულია, თუ არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს, ესეც ძალიან მარტივია, ის ექვემდებარება დისკვალიფიკაციას და რაც მთავარია, ეს ყველა პროცედურა ტარდება ღიად და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ტენდერთან არის დაკავშირებული, ყისიერად აიტვირთება სისტემაში და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის არის ცნობილი.